რომ ბაზარი არა გვაქვს, რომ რეალიზაცია მივცეთ ჩვენს პროდუქციას. ამდენი შრომა 10,000, 15,000 ლარი ჯდება ხარჯი. დღე და ღამე მუშაობ, ზამთრიდან მოყოლებული. აზერბაიჯანს შემოაქვს, თურქეთს შემოაქვს. ჩვენ არსად არ მიგვაქვს. აზერბაიჯანს და წამალსაც ვერ გადმოვიტანთ, იაფად რო ვიყიდო. თურქეთში ვერ წავიღებთ, რუსეთში ვერ წავიღებთ, ევროპაში ვერ წავიღებთ, ჩემი ბაზარის წამართვეს. მაშინ იყიდოს მთავრობამ და თვითონ წაიღოს. მთავრობიდან ან დეპუტატი თუ ერთვება თქვენ პრობლემა. არაფერშიც არ მოსულა დეპუტატი. გოზალიშვილი არის ფერიცვალება, რა ვიცი მე, ყველა მთავრობაში არის, ყველა ქუდია ხურია. და დადგეს ახლა მოვიდეს და წავიდეს და ჩაიბაროს. საწავიღო. მესმის საერთაშორისო ვაჭრობა არის აზერბაიჯანის, თურქეთის, სოფლიოში ყველასთვის. გარდა საქართველოს. საქართველოში უნდა შემოვიდეს, საქართველოს არ უნდა გავიდეს. აი თუ არ მიიღებენ რამე ზომებს, ნუ რა ვიცი, ან განბაჟება გააძვირონ, ან რაღაცა გამოსავალი ხო უნდა საწავიღოს ჩემ პროდუქცია ერთი. რითი გადავიხადო ეს ვალები? მე მაშინ მიგვახვრიტონ რა. თქვენ სოფლიოში რომ ქართველები არ გჭირდებიან, დაგხვრიტონ. ყველასთვის არის ეს საქართველო, აზერბაიჯანისთვის, თურქეთი, მარტო ქართველებისთვის არ არის რა. როდემდე და სადამდე? წამოდი უნდა გაჩვენო მთელი გექტარი როგორ მომყავს. 3-4 ადამიანს წამოდი არ გაინტერესებს, გადაიღე და გააშუქეთ ერთი. თუ არ დააკმაყოფილეს ეს თქვენი მოთხოვნა, ანუ რაზომებს მივიღებთ და გადავკეტავთ გზებს 1-10-15 სოფელი დავდგები და არ შემოუშვეთ, არ გავს ერთი მაინც ტყუილათა უშრომობ და ტყუილად ვაკეთეთ ყველაფერს. დავდგები იქა. რამდენს დაგვიჭერს ერთი 5,000, 6,000 დავდგები და იზოლირებულია. ან შეგვიერთოს აზერბაიჯანმა ლაგოდეხის რაიონი რა. ის მთავრობა აქცევს თავის ხალხს, ჩვენც მოგვაქცევს ყურადღებას. დაგვანებოთ მთავრობამ თავი.